მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კითილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ეს ვნახოთ თუ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მომდევნო 1 თვის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა, როდის შეგხვდათ ეს ვიდეო, ან როდის გადაწყვეტეთ რომ ჩაგერთოთ, როდესაც შეგხვდათ, მაშინ შეგიძლიათ უყუროთ. მაშინ რეზონირდება და მოდით დავარგებ ახლავე ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მომდევნო 1 თვის განმავლობაში. ცოტა დიდი დასტა არის, ამიტომაც რთულად იჩეხება. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები? როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები და როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები. ახლავე დავარიგებ ქვებსაც, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. ასევე მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ აუცილებლად ენერგიების დაბალანსების მიზნით უნდა მოიწონოთ ეს ვიდეო და მოდით ახლა ჩვენ დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები. და ნახეთ, აქ ამოვიდა ცარიელი არკანი. ცარიელი არკანი რადგანაც ამოვიდა, ხო, ვინც არის ის ავხსნი, ძალიან ბევრ დასტაში გახლავთ ცარიელი არკანები, 1 ან 2, რომლებზედაც არის ხოლმე გამოსახული ან ინსტრუქცია, ან რაღაც მსგავსი. და იცით, სიგნიფიკატორად, როდესაც ამოდის ცარიელი არკანი, ბევრ ეზოთერიკოს ტაროლოგს შეიძლება არ უყვარდეს, არ მოსწონდეს მათი გამოყენება, მაგრამ მე მიყვარს გაშლებში გამოყენება, იმიტომ რომ ისინიც გვეუბნებიან ინფორმაციას. და ნახეთ, აქ როგორ სიტუაციას ვხედავ. პირველ რიგში სიცარიელი არის რა? ეს არის განვლება სიტუაციისა, ეს არის სიტუაციის ნულიდან დაწყება. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით, პირველი ვარიანტი, აქ აბსოლუტურად ყველაფერი იქნება მაქსიმალურად თქვენს ხელში და აბსოლუტურად ყველაფერი არის დამოკიდებული მაქსიმალურად თქვენზე. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები მომდევნო 1 თვის განმავლობაში. ხმლების პაჟი, არკანი ქურუმი ქალი, არკანი სიკვდილი და არკანი თასების 7-იანი. მეგობრებო, პირველ რიგში არკანმა სიკვდილმა არ შეგაშინოთ. უბრალოდ ამ არკანებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად გითხრათ ის, რომ აქ აუცილებლად იქნება უმძლავრესი ტრანსფორმაცია. თქვენი ფინანსური ენერგია ამ 1 თვის განმავლობაში აუცილებლად განიცდის უმძლავრეს ტრანსფორმაციას და ფაქტობრივად 180 გრადუსით გადატრიალდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. და რაც ნიშნავს ეს? არა უარესობისკენ, რა თქმა უნდა, არამედ პირიქით უკეთესობისკენ, ამიტომაც გავიმეორებ, დაშინდებით. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანისთვის ეს შეიძლება ნამდვილად არ იყოს სასიამოვნო და მარტივი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ეს ტრანსფორმაცია არის თქვენთვის საჭირო და რა მხრივ მოდის ახლა. პირველ რიგში ეს არის რაღაც ახალი ცოდნის მიღება, რაღაც ახალი ინფორმაციების მიღება. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ თქვენი პროფესიით მუშაობა, ან ზოგადად რაღაც კონკრეტულ პროფესიაში მოღვაწეობთ, რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად იქნება თქვენი პროფესიონალური ზრდა, აქ აუცილებლად იქნება ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღება და ამ კუთხით გაიზრდებით აუცილებლად. ასევე თუ თქვენ რაიმე სახის ფინანსური პრობლემები გქონდათ, ეს ფინანსური პრობლემები აუცილებლად დასრულდება და ნახეთ, ქურუმი ქალი და თასების 7-იანი ამოვიდა. ეს ორი არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ ორი ვარიანტი გვაქვს, ორი სიტუაცია გვაქვს. პირველ რიგში არის საშიშროება იმისა, რომ ზოგი თქვენგანი ზედმეტად ილუზიებში და ზედმეტად ილუზორულ ენერგიებში, ილუზორულ წარმოდგენებში გადავარდეს ფინანსებთან დაკავშირებით, ამიტომაც იყავით მაქსიმალურად
ფრთხილად, ენდობით ზედმეტად სხვა ადამიანებს ამ ერთი თვის განმავლობაში, ეს არის მთავარი გაფრთხილება და ასევე ნახეთ მეორე სიტუაცია, რომელსაც აქ ვხედავ. ეს არის ძალიან ბევრი არჩევნის საშუალება, ძალიან ბევრი ვარიანტის საშუალება და ნახეთ, ახლა თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა და ვერ ხვდებით ბოლომდე სად უნდა წახვიდეთ, რა უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ, საიდან უნდა მიიღოთ თქვენი ფინანსური ენერგია. აუცილებლად გეცოდინებათ. ინტუიციის დონეზედაც კი. და რა თქმა უნდა, თქვენს რეალობაში იქნება ძალიან ბევრი ვარიანტი. დავამატოთ კიდევ არკანები და ნახოთ, კიდევ როგორ განვითარდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თქვენი ფინანსები. პირველი ვარიანტი კვერთხების ორიანი არის იმის შანსი, რომ რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეთ, თუმცა აქ უფრო მეტად ხედავ, იცით როგორ სიტუაციას თითქოს თქვენ მეტად ეცდებით, რომ გაანალიზოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, დაფიქრდებით, რაში უნდა ჩადოთ თქვენი ენერგია, რაში არ ღირს ხო ჩადება. ასევე არა მხოლოდ რაში, არამედ ვისშიც. ხო, იმიტომ რომ არის იმის შანსი კონკრეტული პარაზიტიც კი მოიშოროთ თქვენი რეალობიდან. მოკლედ აქ იქნება საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი, დაფიქრება. გარდა ამისა, გირჩევდით პირველი ვარიანტი თქვენ იმას, რომ უფრო სწორად გაანაწილოთ თქვენი ფინანსური ენერგიები და მაქსიმალურად მიეყრდნოთ ინტუიციას. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციები გელოდებათ და გაფრთხილებები ვფიქრობ უკვე გაითვალისწინებთ, გათვალისწინებული იქნება და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი აქ ამოვიდა პენტაკლების ორიანი. პირველ რიგში ეს არის ფინანსური არასტაბილურობა, მაგრამ იცით, ფინანსური არასტაბილურობა შეიძლება იყოს თქვენ წარმოიდგინეთ და როგორც უარყოფითი, ასევე დადებით. ახლა თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ლოგიკური შეკითხვა, რომ რანაირად უნდა იყოს ფინანსური არასტაბილურობა სასიამოვნო, ხო? მაგრამ იცით, შესაძლებელი არის გქონდეთ კონკრეტული ფინანსური სტაბილურობა, ხო? და თქვენს რეალობაში მოდიოდეს არასტაბილურობა მოულოდნელი ბონუსების სახით. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტი თქვენი ფინანსები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ვნახოთ აბა. ნახოთ. პენტაკლების 4-იანი და პენტაკლების 3-იანი. მეგობრებო, სასწაულია. 2, 3, 4. 2, 3, 4. მეორე ვარიანტი მომილოცავს თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში ფინანსური არასტაბილურობა მაქსიმალურად დადებით როლს ითამაშებს თქვენს ფინანსურ ენერგიებში და ზუსტად ასეთი არასტაბილურობა იქნება, როგორზედაც მე მქონდა საუბარი, იმიტომ რომ ერთის მხრივ აქ აუცილებლად იქნება ფინანსური სტაბილურობა და სიმყარე, მაგრამ ამავდროულად აქ იქნება აუცილებლად ფინანსური მოულოდნელი ბონუსები, მოულოდნელი რაღაც კონტრაქტებიც კი შეიძლება იყოს აქ, ხო? მოულოდნელი კლიენტურა, თუ თქვენ კლიენტებზე მუშაობთ ან რაღაც თქვენი ბიზნესი გაქვთ. ამიტომაც თქვენს ადგილას ნამდვილად არ ვინერვიულებთ, იმიტომ რომ ფინანსების კუთხით სანერვიულო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ნამდვილად აბსოლუტურად არაფერი არ გაქვთ. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გაქვთ სამსახური ან განიცდით რაღაც გარკვეულ ფინანსურ კრიზისებს ან უკლიენტობას, ხო, დავუშვათ თუ რომელიმე თქვენგანს აქვს რაღაც თავისი ბიზნესი. ამ შემთხვევაში თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ფინანსების პრობლემები აუცილებლად მოგვარდება ამ ერთი თვის განმავლობაში, თანაც მოგვარდება, რა თქმა უნდა, თქვენს სასარგებლოდ, ძალიან პოზიტიური ხერხებით და რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება რაღაც მოულოდნელი ფინანსური წინსვლები, მოულოდნელი ფინანსური ბონუსები. მოდით კიდევ დავამატოთ არკანი, ერთი მაინც და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტი თქვენი ფინანსები. კიდევ ერთი არკანით, აი ძალიან რთულად იშლება ამ დასტით, მაგრამ სურდა რომ ამ დასტით გამეშალა. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მეორე ვარიანტი და კვერთხების
რაინდი, კვერთხების რაინდი გვესტუმრა. ეს არის ახალი შთაგონება, ახალი იდეები, მაქსიმალურად ყურადღებით იყავით თქვენს აზრებთან, თქვენს ფიქრებთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია თქვენთვის მოულოდნელ მომენტებში გაგიჩნდეთ რაღაც იდეები, ძალიან მომგებიანი ფინანსური იდეები. ამასთან ერთად იქნება აქ აუცილებლად შთაგონება სასიცოცხლო ენერგიის უმძლავრესი მატებაც და თუ რომელიმე თქვენგანს ახლა ამ ეტაპზე არ აქვს სამსახური ან სურს კარიერული წინსვლა, რაღაც დაწინაურება და ასე შემდეგ, ეს ყოველივე ძალიან დიდი ალბათობით იქნება თქვენს რეალობაში. რატომ ძალიან დიდი ალბათობით? იმიტომ რომ ყველასთან რა თქმა უნდა ინდივიდუალურად რეზონირდება საჯარო გაშლები, მაგრამ აქ აუცილებლად იქნება რაღაც გარკვეული ზრდა. ვიღაცისთვის უფრო ინტენსიური, ვიღაცისთვის ნაკლებად ინტენსიური, მაგრამ აუცილებლად იქნება ზრდა, იმიტომ რომ თქვენს რეალობაში მოდის ეს ფინანსური ენერგია. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.